შექმნა მაკაშ ალიკაშვილი როგორც პედაგოგი. 10 წლების წინ, როდესაც მაშინ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ აი ამ ძალიან ბევრი წლების მანძილზე პრაიმს ყავს დამფუძნებელი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იცის თავის საქმე, რომელსაც უყვარს თავის საქმე ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად. აი ზუსტად პრაიმმა გადამაწყვეტინა, რომ გამხდარიყავი პედაგოგი, ანუ პროფესიონალი პედაგოგი. ჩამებარებინა მაგისტრატურაზე და ეს გავაკეთე. ვიყავი მანანა ბერიკაშვილის ჯგუფში და 2 წელი ვარ მოწყვლების მაგისტრი. კაი, ქარი ქრის. ეხლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა ხდება აქ? რა ქრის? არა. რა ქრის? ქარი. შემდგომში ძალიან ბევრი მეკითხება კიდევ, რომ სად მაქვს სტუდია თბილისში, სად შეიძლება ჩემთან მოიყვანო ბავშვი და ასე შემდეგ, რატო არ მაქვს ჩემი სკოლა, რატო არ ვხსნი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად რატომ არ ვამზადებ ბავშვებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ იმდენად მაკმაყოფილებს პრაიმში არსებული სიტუაცია, იმდენად ძვირფასია ჩემთვის ის მეგობრობა, ის ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ 10 წელზე მეტია ვახსენე, რაც მე მუშაობ პრაიმში და დღეს მე უამრავი ბავშვი მხვდება სხვადასხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ქალაქში. მოგეხსენებათ, პრაიმი თბილისში მდებარეობს და ჩვენთან სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან ბავშვები და შემდგომში, როდესაც მე მათთან ჩავდივარ, მოდიან უკვე გაზრდილები, უკვე სხვანაირები, სხვადასხვა პროფესიაში წასულები, მაგრამ მათ ძალიან კარგად ახსოვთ ჩვენი სტუდია, ვახსოვან მადლობა ღმერთს მე და დაუვიწყარია მათთვის ყველა თითქმის აღნიშნავს პრაიმში გატარებული, ასე ვთქვათ, მათი ცხოვრება არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ეტაპი, რომელსაც ვერასოდეს ვერ იწყებენ. რითია გამორჩეული პრაიმი? განსაკუთრებული იმითია, რომ აქ იციან მეგობრობა, აქ იციან ადამიანობა, აქ იციან ერთგულება და აქ იციან საქმისადმი ძალიან მაღალი პროფესიული დამოკიდებულება, რომელიც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულს ხდის და მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში ამ საქმიანობას. აქ ჩემს ბავშვებს ვასწავლი ყველაფერი იმას, რაც მე მინდოდა ძალიან, როდესაც მოსწავლე ვიყავი და ვერ ვიღებდი პედაგოგისგან. მარტო აქ საგანზე არ არის საქმე და მთავარი აქ საგნის ვთქვათ, შეყვარება და საგნის გარშემო საუბარი არ არის. მოგეხსენებათ ჩვენ ამ თაობაში, როდესაც ვართ აი რაღაცა გარდატეხის პერიოდში, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ბავშვებს.
ხო და ყოველთვის რაც მინდოდა რომ პედაგოგისგან მივიღო, აძლევ იმათ. ყოველთვის ვარ დაინტერესებული მათი ცხოვრებით. მათთან ვმეგობრობ. მათ ვესაუბრები როგორც არა პედაგოგი და მათზე რაღაცა ბევრი სიმწოდნე, არამედ როგორც დიდი მეგობარი და ყოველთვის არის ჩვენში სანდოობა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მომწერონ და მკითხონ და რაც კი შემიძლია მათ დავეხმარები. მე მათ ბევრს ვესაუბრები მეგობრობაზე, სიყვარულზე, ქვეყნის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, რას ნიშნავს ერთგულებაზე, ღალატზე, სიხარულზე, სიყვარულზე, ყველაფერზე. და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ძალიან ბევრის შეცვლილი ცხოვრება, როგორ შეიცვალა პრაიმში მოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება, მისი მსოფლმხედველობა, მისი დამოკიდებულებები, როგორი თავისუფალი გახდა, როგორი უკომპლექსო გახდა და როგორ გაუიოლდა რაღაცა ცხოვრება სოციუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა საგნისა და გარდა იმისა, ჩემი მხატვრული კითხვა, რომელსაც მე სიხარულით ვასწავლე. დამდევს თან. შენი მე სახება. დამდევს თან. ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან. და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი ბავშვია და მათ მშობლებს დიდი მადლობა, რომ გვანდობენ ჩვენ პრაიმში თავიანთ ყველაზე ძვირფას ბავშვებს და ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი ცხოვრება გავაბედნიეროთ და გავახალისოთ და გავამრავალფეროვნოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დასამახსოვრებელი გავხადოთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როგორც მოგახსენეთ, პრაიმი დაუვიწყარია. სტუდენტებს უტარებ სასწავლო ხელოვნების მასტერ-კლასებს. ეს აუცილებელია ნებისმიერი საჯარო პირისთვის, ვინც ემსახურება თეატრს, ვინც არის არტისტი, მომღერალი, მოდელი, თუ ასე შემდეგ, სწორად წარმოაჩინოს თავისი თავით, უკეთესი პრეზენტაცია დააკეთოს კამერის წინ, თუ საჯარო სივრცეში საკუთარი თავის. ეს აუცილებელია ყველა არტისტისთვის, ყველა ხელოვნებისთვის, ყველა მომღერლისთვის, რომ არ ვიყოთ დაკომპლექსებული კამერის წინ. აი ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს. ჩვენ ახლა ვუყურებთ ხო მეტ გალას, ოსკარების დაჯილდოებას, სხვა გრანდიოზულ ფესტივალებს თუ კონკურსებს, თუ სატელევიზიო შოუებს, როგორც ხედან ძალიან ცნობილი არტისტები, მომღერლები, მსახიობები ინტერვიუების დროს. რაც შეეხება მიდგომას, ყველა ბავშვს ჩვენ ინდივიდუალურად ვეხმარებით, რომ დახვეწოს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალიზმი უნდა წამოწიოს წინ და ამის ფონზე უკვე ჩვენ ვასწავლეთ ტექნიკას. თუ როგორ შეიძლება რომ ეს თითოეული დეტალი დაიხვეწოს. მიმდინარეობს ჩვენ სწავლება კამერის წინ, რა თქმა უნდა, წინ კამერები გვაქვს, რომ უკეთესი აღქმოკი იყოს თქვა მოდელის, მსახიობის თუ ასე შემდეგ და ეჩვევიან მუშაობის ფონზე, ეჩვევიან კამერის წინ, თუ როგორ უნდა იპოზიორონ. იღებენ გომა, აი ესე კარგია. შეცვალეთ პოზირება, მიდი უფრო ახლოს. ესე. როგორ უნდა გაიღიმონ, როგორ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, საკუთარი ვიზუალი. ეს აუცილებელია, რომ ისწავლებოდეს ნებისმიერ საჯარო პროფესიონალურ სასწავლებელში და სწორედ პრაიმ ბიზნეს მენეჯმენტი და პრაიმ ტევი გვაძლევს ამ საშუალებას, რომ აი ეს ფუფუნება, რასაც ქვია, სასწავლო ხელოვნების შემოთავაზება. აუდიტორია, ხო? აუცილებლად უნდა მიტრიალოთ თავი და არა სხეული. და მაქსიმალურად საგანძურებს მიდის, თქვა. საგანძურებს ვიშვებს ჩვენი არეალი. მიუხედავად იმისა, რომ მე სამოდელო სფეროს ვემსახურები, ეს არ არის მხოლოდ მოდელებისთვის ეს პროფესია განსაზღვრული. აი მაგალითად გავიხსენებ ერთ დეტალს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, შემიშა ტელევიზიებში
დიდი დოზით არის აი ამის პრობლემა, იმიტომ რომ წამყვანმა არ იცის როგორ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი. აი მეტყველების და რესპონდენტის როცა უღებს ინტერვიუს, ძალიან ბევრი მოხრილი, მოკუზული ზის, ვერ წარმოაჩენს საფრთხე თავიანთ თავს. ასევე არ არის ეს მხოლოდ მოდელები, ნებისმიერი ტელევიზია იქნება, არტისტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა საჯარო პირი, თუნდაც პოლიტიკოსი, აუცილებელი რომ იცოდეს სასამართლო უკეთესად წარმოაჩენოს თავისი თავი კამერის წინ და თავისი პრეზენტაცია მოახდინოს სრულფასოვნად. ეს აუცილებელია ყველა საჯარო პირისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები და მგონია, რომ ყველა ადამიანმა რაღაც უნდა გააკეთოს აუცილებლად ბავშვებისთვის და ბავშვებთან ურთიერთობა კიდე ძალიან ზრდის ადამიანს და ძალიან სასარგებლოა დიდებისთვის ბავშვებთან ურთიერთობა და მეც მათი წყალობით რაღაცნაირად კონტაქტს ვინარჩუნებ ჩემს საკუთარ ბავშვებასთან და ამიტომ ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ იქ, სადაც მეძახიან. ამ სტუდიაშიც ასე მოვხვდი. ქალბატონიას შემოთავაზება იყო ეს დოლიძის, ძალიან საყვარელი და სიმპათიური ქალბატონი, რომელიც დიდი ხანი აი ამ საქმეს აკეთებს და აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ galaghdnen, იპოვონ თავის თავში აღმოაჩინონ რაღაცა უნარები და ისწავლონ, ერთმანეთი გაიცნონ, დამეგობრდნენ. მე თვითონ პირადად ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ ამათგან, იმიტომ რომ ეს არის მომავალი თაობა, არის სხვანაირად აზროვნებენ, სხვა ხედვა აქვთ და ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ვცდილობ, რომ რადგან ეს სტუდია, სადაც შეიძლება ბავშვები მონაწილეობა მიიღონ ფილმებში, ან კლიპებში და ასე შემდეგ, სხვადასხვა რაღაც აქტივობებში, ესეც საჯარო აქტივობებში, ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ბავშვებს ვასწავლო ელემენტარულად მარტივი ეს ელემენტები სამსახიობო ხელოვნების პატარ-პატარა ელემენტები, რაც მოეხმარებათ მათ საკუთარი თავის ფლობაში, რომ გაიცნონ საკუთარი თავი, სხეულის ფლობაში, თავისი აზრების, ემოციების ფლობაში. ამისთვის არის უამრავი სავარჯიშო, ესეთი ყურადღებაზე, წარმოსახვაზე. მე ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გუნდური მუშაობა, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და საზოგადოებას ზოგადად ჭირდება ეს, რომ ადამიანები იყვნენ მზად იმისთვის, რომ გუნდურად ერთად რაღაცა საქმე აკეთონ. ვცდილობ, რომ ეს გააცნობიერონ უფრო და გაცნობიერებულად აკეთონ ის, რომ აი დავუშვათ ვიღაცასთან ერთად როცა რაღაცას აკეთებ, ანც იმაზე წინ არ გაიქცე, არც უკან არ ჩამორჩე და ერთად აკეთონ, ერთმანეთს მიეხმარონ. ვცდილობ, რომ სწავლის მიმართ, ზოგადად სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულება გაუჩნდეს ბავშვს, რომ იმან იცოდეს, რომ მე რო სკოლაში დავდივარ თუნდაც და რაღაცა ისეთ საგანს ვსწავლობ, რომელიც ამ წუთას თითქოს არ მინდა და ვფიქრობ, ხა რაში უნდა გამომადგეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი შენ გჭირდება და გაგამდიდრებს და აი ამისთვის თამაშიც მიწოდებული ეს ყველაფერი უფრო სასარგებლოა და უფრო კარგად ითვისებს ამას ბავშვი და იღებს და ამიტომ ჩვენ აქ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი თავისუფლება გქონდეს, გაკვეთილი იყოს უფრო თავისუფალი, ურთიერთობები უფრო იყოს ნამდვილი ადამიანური. მე
მე ვცდილობ რომ მაგათი ტოლი ვიყო აქ გაკვეთილებზე და არ მინდა რომ ვიყო რაღაცი მასწავლებელი. ხო და რა ვიცი ხა ეს რამდენად გამოდის არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ბავშვებმა ეს ურთიერთობის ეს ფორმა და ეს წესი ჩემგან შემოთავაზებული მე მგონი კარგად მიიღეს. მოუყურებ დავუშვათ პირველ გაკვეთილზე როგორი იყო ბავშვი და დღეს უკვე როგორია, როდესაც თითქმის მთელი წელი გავიდა სასწავლო წელი სრულდება თითქმის, ხო? აი აშკარად ჩანს ცვლილება, ჩანს ზრდა, ჩანს რომ ბავშვი როგორი დაძაბული და ცოტა ისეთი იყო, შემოჭრილი იყო და ეხლა უცებ რაღაც გაიხსნა. თამაშობთ. ჩვენ ერთად ვთამაშობთ, იმიტომ რომ მთავარი ფრაზა მაინც ალბათ ეს არის, რომ აი მოდი ვითამაშოთ.